ხელოვნება და შემოქმედება ჩემთვის არის სულის თავში საფარი. ეს არის შენი სამყარო, რომლის სამყაროში შენ ხარ დაცული, გარე სამყაროსკენ. როცა შენ სამყაროში ხარ, იქ ხარ ის ვინც ხარ. უფალთან მაშინ უფრო ახლო ხარ, როცა შემოქმედების პროცესში ხარ. იმიტომ თვითონ უფალი ხო ამ სამყაროს შემოქმედია და შენს ხვდები, რომ მისი ნაწილი ხარ, აი შემოქმედებით პროცესში. მახსენდება ხოლმე კიდე პიკასოს სიტყვები. ხელოვნება ადამიანის სულიდან მტვერს წვენსო და ამიტომ ყველა ადამიანს გონია რომ რაღაც დოზით ჭირდება რომ ეს სულის ნაწილი განიცადოს, პირველში თავის სულის ნაწილი. და როცა შენ შინაგანად განიცდი, ეს თავისთავად ხდება. როცა გრძნობ უკვე რა, იმ თვალებში გადაგაქ ის გრძნობა, ის განცდა. ასე მგონია რომ ყველა ხელოვანი რასაც აკეთებს, ნაწილობრივ უმეტესწილად თავის ბიოგრაფიას ხატავს. შეიძლება ჩემ ნახატებში ფორმა იმდენად არაფერს არ გეუბნეოდეს, მაგრამ შინაარსია მნიშვნელოვანი. შენი შემოქმედებით ცდილობ რა ეს რაღაც ნეგატივები გადაფარო პოზიტივით. პროცესში შედიხარ, აი სხვა განზომილებაში გადადიხარ, წდები გარე სამყაროს. იმდენად ინტიმური პროცესია, რომ აუცილებლად მარტო უნდა ვიყო და მარტო უნდა ვაკეთებდე. ხშირად უნდა იყო მარტო. მქონია მომენტი, წავსულ არის რომ არ ვიცი სად მივდივარ. მაგრამ ამ პროცესში თითქოს არ სად მიდიხარ, მაგრამ პირველში შენ თავთან მიდიხარ. ჩვენ ხშირად ვეზებთ ხოლმე ღმერთს სადღაც, მაგრამ შენ თავში უნდა იპოვო. შეიძლება ადამიანი მოვიდეს და მივხვდე, რომ ის ადამიანი არის ღმერთის ხელი. ყველა ადამიანი გონია რომ რაღაცის მოვიდა. უბრალოდ დროის რომელი მონაკვეთში მივხვდები, მაგას არ იცი. თუ ამ პროცესში ჩაერთვები და ამ შენი თავის ძიებას დაიწყო, ბოლოტებას ნაკლებად იქნება ქვეყანა. რამდენი წლისაც არ უნდა გახდეს ადამიანი, ის რაღაცა ბავშვობის განცდა არ უნდა დაკარგოს. ის პატარა ბავშვი არ უნდა მოკლას ბოლომდე, რაც ოდითგანვე მასში იყო. თითქოს შემოქმედებამ, შენ აგირჩი, შენ მოგცა ამის პასუხისმგებლობა გააკეთო. ჩემი სახელოსნო არის ჩემი ისტორია. რაზეც ფიქრობ, იმაზეც უნდა იფიქრო, რატო ფიქრობ ამაზე, საიდან მოდის ეს ფიქრი. შენ რაც არ უნდა ხატო. ყოველთვის შენი თავის ანარეკლი გადადის იმ ნახატში. ეცადი გააფერადო ნაცრისფერი ცხოვრება, შენი ადამიანობით და შენი შემოქმედებით.